რომელსაც ეძახიან T2 საქართველოში მისი აწყობა ძალიან მალე დაიწყოს. აგრეთვე ჩვენ გეგმავთ რომ ჯეტურის დაშინგის ქარხანა იყოს საქართველოში. ამას ჩვენ მივაღწევთ, დარწმუნებული ვარ სახელმწიფო ჩვენ დაგვეხმარება და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ. რაც შეეხება ვინ არის საქართველოში დილერი, ვინ არის წარმომადგენელი, ჩვენ ვართ დილერიც, წარმომადგენლებიც, საწყობიც გვაქვს, ყიდით და გვაქვს მილიონობით თანხის შეძენილი ავტონაწილები. ის რომ ვიღაცა სადღაც გადამზადდა არის ტყუილი, ვიღაცა სადღაც რომ თითქოს და აქვთ პროფილაქტიკა თუ ცენტრი ეს არის ტყუილი და ყველაფერი ტყუილია რაც ამაზე მე არ ვაგებ პასუხს რასაც გეუბნებით, ვინაიდან კომპანიას ყავს 4 იურისტი, 4 იურისტმა ამ საქმეზე იმუშავა და პასუხს აგებენ ყველა იმ სიტყვაზე, რასაც თქვენ ამათგან გაიგებთ. მე ვამბობ იმას, რასაც ჩემი იურისტები ამბობენ და მე ვხედავ განაწყენებულ ადამიანებს, ვინც ჯეტური შეიწყიდა, აღმოჩნდა რუსეთში წარმოებული და აღმოჩნდა ის არ აღმოჩნდა, რასაც პირდებოდნენ და თქვენ დღეს ყველაფერს გაიგებთ. რაც შეეხება ჯეტურის ოფიციალურ წარმომადგენლობას, რასაც ქვია, როგორ ეძახით შალვა ჩვენ როცა შენი არის წარმომადგენლობა, ოფიციალური დისტრიბუტორი. ძალიან მალე ჯეტურისიც იქნება მათემოტორსიას არის მათემოტორსი, მაგას რა აქვს პრობლემა. უბრალოდ ერთ რამეს გიჩვენებთ. აი ეს ავტომობილები ძალიან მალე აიწყობა საქართველოში, რომელსაც მთელი საქართველოს მოსახლეობა მიესალმება და თქვენ ნახეთ ერთ-ერთი ჩვენი მაგეთი. ეს არის ჯეტურის ცენტრი, რომლის მშენებლობა უკვე დამთავრდა ქუთაისსა და ბათუმში და ჩვენ ხვალ ზედ ჩვენ ვიზეიმებთ ამას როგორც ბათუმში ისე ქუთაისში და ამას მოსახლეობა ნახავს. რაც შეეხება ბაიკის იგივეა ქუთაისში, ბათუმში და თბილისში, ჯეტური თბილისში იმდენია, რამდენიც მოსახლეობას ჭირდება და ჩვენ ამას რეალურად ვახორციელებთ. ჩვენ არავის არ ვეუბნებით, რომ ან არ შემოიყვანო, ან შემოიყვანე. არა, ბატონებო, ყველამ შემოიყვანეთ, რაც მეტი იქნება კონკურენცია, ჯანსაღ კონკურენციას არაფერი არ ჯობია, მაგრამ ჩვენ ჯეტურს